გამარჯობა. მოკლედ გადავწყვეტე წყლის სკუტერის მერე რომ კვადროციკლის ვიდეო გადავიღოთ. ეს ერთი საინტერესო კვადროციკლი ყავს Polaris 2022-იანი არის ახალი ჩამოსული. ესეთი პრობლემა ჰქონდა მას. ეს იყო ჩაძირული. უნდა გადავწყვეტეთ რომ ყველაფერი გაგვიკეთებინა თავიდან ბოლომდე. ჩაძირვამ იშვიათად, მაგრამ ემართება ხოლმე სამწუხაროდ გამოიწვია ის რომ აი ხა მოვიტანო. მოკლამატორი. ეს არის მაგის ძრავი. რატომღაც მოგვიწია, ანუ ერთი გილზი გააფუჭა, თქუში დაიმტრა და მოგვიწია ამ ნაწილის შეცვლა. ახალი ძრავი გამოვიდა. იქ ოქება რაც თავარია. მუშაობს იდეალურად. რადგან ყველაფერი კარგად გამოვიდა და ყველაფერი წარმატებით დასრულდა ძრავზე, ანუ იყო იმის შანსი, რომ ძრავი ვერ გვეშოვა ადგილზე, საბედნიეროდ რაღაც ნაწილები ადგილზე ვიშოვეთ და შევცვალეთ. ძრავში გამოვიდა დგუშები, ცილინდრები, ყველაფერი ახალია. ასევე მუხლალილი, კალენვალი, ეს გადარჩენილი იყო, ფრთად არ შეგვიცვლია და გადავწყვეტ, რომ მაქსიმალურად ეს კვადროციკლი გავაუმჯობესოთ იმასთან შედარებით, ვიდრე იყო. გადავწყვეტეთ რა, ჰაერის ფილტრი თავისთავად შეიცვლება. ჯერჯერობით დროებით ძველი აყენია. ხიდებში იყო წყალი. წყალმა ვერ გააფუჭა ამის ხიდები. რა თქმა უნდა ვერ გააფუჭებდა, მაგას არ ცდილობდით რომ გააფუჭებდა. ერთადერთი დააზიანა ძრავი. გადაცემათა ყოლებში, ხიდებში ყველაფერში შეიცვალა ზეთები. გამოვიწერეთ ჯალამბარი, რომელსაც დავაყენებთ. ასევე გამოვიწერეთ, ვაპირებთ ახალი დისკების დაყენებას. გამოვიწერეთ ახალი დისკები, ალუმინის, იმიტომ რომ ამას ხარხმლად ეყენა რკინის დისკები. გამოვიწერეთ უფრო განიერი დისკები და საბურავები, ასევე ვაყენებთ AM სპეისერებს, რომ უფრო გარეთ გამოვიდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი უფრო გარეთ რო გამოვა, შესაბამისად ტალახი რომ მაღლა არ მოასხას. გამოვიწერეთ აი ეს დამცავები, ტალახისგან დამცავები, რომელიც აქ დადგება. ასევე გამოვიწერეთ წინა ბამპერი, ასევე ზედა ბამპერი, ზედა დუგა, საბარგული უკანა ნაწილი და ეს კვადროციკლი ვისიც არის, რამდენიმე კვადროციკლი ყავს მას და ერთად როია რომ ჯგუფურად ჯგუფური გადაადგილებისთვის კარგი იქნებოდა და დავაყენეთ სარკეები. ჩამოვიტანეთ სარკეებიც აქ არის. ესენი მე ჩვენ დავაყენეთ, ეს კარგია ტოტებისგან, კარგად იცავს ხელებს. ერთი რაც მინდა უთხრა, რომ აი ყველა ადამიანს აქვს ესეთი დამოკიდებულება კვადროციკლი, რომ კვადროციკლი არის სათამაშო. კი, მესმის რომ გასართობია და 99% ამით ოჯახს არავინ არ ინახავს, მაგრამ როდესაც მიდგომა ისეთი რომ გასართობია, ყველა უდგება ის როგორც სათამაშოს. ეს სათამაშო შეიძლება იყოს ვიღაცისთვის, მაგრამ ანუ ამითი მაიმუნობა, ამასთან გათამამება არ შეიძლება. ასევე ძალიან ბევრს აქვს მაგალითად ესეთი კითხვები, რომ აი ქალაქისთვის რო იყიდოს. ქალაქისთვის ესეთი კვადროციკლი არ გამოიყენება. პირველ რიგში, იმიტომ რომ უკანა ღერძი 99% კვადროციკლებს აქვს გადაბმული. ანუ 100%. ერთი თვალი როგორც ბრუნავს, ისე ბრუნავს მეორე თანაბრად. ბლოკირებას რო ეძახიან. ძალიან იშვიათი სპეცდანიშნულების კვადროციკლები არის, რომელსაც უკან ბლოკირება არ აქვს, ესენი არის მაგალითად ბალახის მინდორზე სასიარულოდ, აი სტადიონებზე და მსგავსი ადგილებისთვის. სხვა ყველა ოფროუდისთვის განყოფილ კვადროციკლს უკანა ხიდი აქვს გადაბმული. შესაბამისად რას ნიშნავს? როდესაც ვუხვევთ, ერთი საბურავი გადის მეტ მანძილს, მეორე საბურავი გადის მოკლე მანძილს. შესაბამისად ერთი მეორეს ერევა, ერთი ბრუნავს, მეორე ჩოჩავს. საბურავის წვეთა გვაქვს კოლოსალურად დიდი. უაზრო დიდი. ყველასთან ვაფრთხილებ, რომ ამას აქვს რემენი. ამას ეგეთ წოდებული დისციპლინია გადაბმულობა, ესეთი არ აქვს. არის ვარიატორული გადაცემა და აქვს რემენი. არ შეიძლება მაგალითად აღმართზე ასვლის დროს, აღმართზე რო გააჩერებენ და ეს გაზით რო უჭირავთ ერთ ადგილზე, რომ არც უკან უარ მიდის და არც წინ არ მიდის. მაგ დროს რემენი უბრალოდ კვდება. აი სულ ალბათ 3-4 წამია საჭირო ეგეთი რაღაც რო გავაკეთოთ და ეგრევე ბოლსა უშვებს რემენი და დაიწვება. დავრჩებით ტყეში. ამ კვადროციკლს რადგან რემნის პრობლემა მარტივად არ ეწובה რემენი, რემნის პრობლემა დიდად არ აქვს. შეცვლად შესაბამისად ესეთი მარტივი არის, მაგალითად ბაგებზე, რომელზეც რემენი ადვილად იწובה, ალბათ 10 წუთი უნდა ღვედის შეცვლას. დანარჩენი უკვე ამას ეხა რო გავაკეთებთ, 1-2-ს გავატარებთ და გაჩვენებთ, რატომ არ არის კვადროციკლი სათამაშო. და ყველას ვეუბნები ხოლმე, რომ აი მაგალითად ბავშვებს როცა სვამენ, ჩაფხოწე და სხვა მსგავს უსაფრთხოების ელემენტებზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ აუცილებლად კარგი იქნება თუ შეუზღუდავენ გაზს, რომ ჩქარა არ იაროს ერთი და უყურადღებოდ უნდა ტოვებენ, იმიტომ რომ ძალიან ადვილად კირავდება თუ მისი მართვა არ ვიცით. როგორც კი მის მართვას დავამუღამებთ, საკმაოდ სასიამოვნო იქნება,
და უსაფრთხო. მაგრამ სანამ დავამუღამებ საშიშია რომ აი უბრალოდ ერთი და იგივე ადგილას ერთსა და იმ მონაკვეთზე ერთი და იგივე სიჩქარით გავლის შემთხვევაში მხოლოდ ტანის პოზიციით შეგვიძლია შევცვალოთ ის რომ კვადროციკლი გადაყირავდება თუ არ გადაყირავდება. მეტი არაფერი, ანუ ძალიან მარტივია, ოღონდ ამ ყველაფერს უნდა ცოტა ისეთი ნენელა უნდა შეჩვევა. ეს პირველივე დღეს მაქსიმალურად რომ გავწუროთ კვადროციკლი არა, მით უმეტეს ეხა ეს 850-იანია, საკმაოდ ძლიერია, საკმაოდ მძლავრია და საშინელება შევა რა. ეხა ასვალძეც კი რო გავიყვან, პროსტა რო ნახოთ, უბრალოდ რომ მართლა რო ნახოთ, გაზს რომ იცნობ სხვის წევს. ანუ ესეთი კვადროციკლებით თამაში არ შეიძლება. ეხა უცბად ამას მივხედავთ, ცოტა დრო დაგჭირდება, იმიტომ რომ ამაზე საკისრებია შესაძლებელი. ესენი აუცილებლად ხიდის ზეთი უნდა შევცვალოთ, იმიტომ რომ ერთი შეცვალა რომ შევცვალეთ, წყლიანი ჩამოვიდა და მე ერთხელ კიდე შევცვლით, იმიტომ რომ გავატარეთ გამომატვირა და ბარემ ბოლომდე გამოირეცხოს. კი არ არის პრობლემა, ისედაც ავარცხლებოდა, მაგრამ ჯობია რომ ისყო, იმიტომ რომ ეს კვადროციკლი ხალა გარეთ მიდის და ჩვენთან ახლოს აღარ იქნება და რამე პრობლემა რო არ შეექმნას, მაგიტომ ჯობია რომ გაუშვათ. დანარჩენს ყველაფერს უცბად მივხედავთ და განახლებთ რა შედეგს მივიღებთ. მოკლედ ეხა ამის საბურავი გავამზადოთ. 4-ვე გადავაწყოთ ახალ დისკზე, რაც ჩამოგვივიდა. ეს მეთოდი ხშირად ვჭირდება ხოლმე კვადროციკლზე ახალ საბურავებზე და მაგის გარდა ხშირად გამოგვადგება ხოლმე ტყეში ეს მეთოდი, ბორტი რო ჩავარდება, იქ ეხა ნასოსი და მაღალი წნევა რო არ გვაქვს ხოლმე, ესეთ მეთოდს ვიყენებთ ხოლმე რა. აი ბერა. საბურავის რეკომენდებული წნევა არ დაახლოებით 1 ბარი. მეტი არ ჭირდება.
საწენოს რაკეთა თურქიტე პირველი. სულ კამერას რომ ყველა ესე რო ეთეს ყველა. მოკლედ მორჩით ყველაფერი კარგად დამთავრდა, ყველაფერი კარგად დადგა. დამცავები, წინადუგა, უკანადუგა, სპეისერები, ესენი ახალი საბურავები, დისკები. ამ მოდელს ჰქონდა ეტოვა წინა ცხოვრებაში ამას ჯალამბარი ეყენა და ქარხნულა და აქ ეს ღილაკი. რომელზეც დავაყენეთ და ანუ აქედან იმართება ჯალამბარი უპრობლემოდ. დანარჩენი ყველაფერი ტექნიკურად გამართულია. სავალი ნაწილი ყველაფერი გადასარევად მუშაობს. ეხლა ცოტა ხანში ჩაფხუტს ავიღებ და რამდენიმე კადრს გაჩვენებთ რატო არის კვადროციკლის საშიში და რატო უნდა მოუფრთხილდეთ და რატო არ არის სათამაშო. მინდოდა რომ რაღაცა მეჩვენებინა თქვენთვის რა შეუძლია ამ კვადროციკლს, მაგრამ ახალი აწყობილი ძრავია და ამის თავიდან ესე მოხმარება არ შეიძლება, იმიტომ რომ ძრავი არის გასახმარისებაზე. ქართულად რო თქვა მარტივენაზე ამ კატკაზეა. დანარჩენი ზეთები შეიცვალა თავისთავად ეგ ყველაფერი. გამართულია ხიდები ორივე მუშაობს გადასარევად, ამაზე შევცვალეთ დისკები. დავაყენეთ ალუმინის დისკები, რომ დაგვეყენებინა განიერი საბურავები. მაგასთან ერთად დავაყენეთ ფლიანიცები, რამაც მოგწვა უგზოობაზე სტაბილურობა. უფრო მეტი დავაყენეთ უკანა ბამპერი, დამცავი დუგა, რომელიც დაიცავს ტოტებისგან ასე შემდეგ თქვა რაღაც ის მოუვიდეს. შემთხვევა რომ თქვა ხეს მიეჯახოს ანამე. ასევე დავაყენეთ ეს ტალახისგან დამცავი, იმიტომ რომ დისკები გარეთ გამოვწვე და შესაბამისად რომ მაღლა არ ამოასხას. ასევე დავაყენეთ წინა ბამპერი, დავაყენეთ ზედა დამცავი, ამაზე შეგვიძლია ბევრი რაღაც დავაყენოთ. სხვათა შორის ამაზე კიდევ დავამაგროთ თოფის სამაგრები. თქვა სანადირო თუ წავიდა ამის პატრონი, თოფს დაამაგრებს მარტივად. უკან დავაყენეთ საბარგული. საკმაოდ დიდი თუ არ ვხვდები 70 ლიტრიანია ეს საბარგული, სადაც არ უნდა წავიდეს, კარგად შეუძლია რომ ჩაალაგოს ბევრი რაღაც. ასევე აი ეს ტყავი იყო დახეული და ეს შევცვალეთ. გადავაკარეთ ახალი ტყავი, დავაყენეთ ხელის დამცავები, დავაყენეთ სარკეები ამაზე და ასევე რაც ყველაზე მთავარი და მეტად ძალიან მომწონს არის ჯალამბარი. ეს არის ვორნის ფირმის პოლარისის ორიგინალი ჯალამბარი, რომელიც ჩამოვიტანეთ. ბოლტზე დადგა ყველაფერი და მართვა გვაქვს საჭიდან. აქედან შეგვიძლია მართოთ, გავშალოთ და დავკეტოთ. დავახვიოთ უკან რომ თუ სადმე გაიჭედება, ძალიან არ მგონია რომ ეს კვადროციკლის სადმე გაიჭედოს. მაგრამ მაინც ყოველი შემთხვევისთვის ჯალამბარი კარგი რამეა. ეხლა გაჩვენებთ აი 2 წუთიან ვიდეოში რატომ არის საშიში კვადროციკლა და რატო არ უნდა ეგონოთ უბრალოდ რომ ეს არის სათამაშო, იმიტომ რომ ძალიან მარტივად ყირავდება თუ არასწორად მოვიხმართ. არა მარტო უგზოობაზე, ასევე სწორ გზაზეც. ეხლა ჩავიდეთ და ამას ეხლა არ მინდა რომ ძალიან ისე ვიხმარო, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ძრავი ახალი აწყობილა და მეორე საბურავები აყენია სულ ახალი. და მინდა რომ მე პატრონეს ჩავაბარო ახალი საბურავები, თორემ მე როგორც მიყვარს ამით სიარული 1-15 წუთი მინდა და აღარ ივარგებს ეს საბურავები. წამოჩავიდეთ ეხლა. ეხლა გაჩვენებთ რატო არ არის სათამაში. მარტივად ყირავდება. ძალიან მარტივად. აი ეს ნებისმიერ მოხოვის დროს აი ესე შეიძლება რომ ამოყირავდეს კვადროციკლი. ეხლა მე რა თქმა უნდა ამას არ ამოვაყირავებ. მოკლედ ეს კვადროციკლიც მოვჩით. სხვა ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს, კიდე მაგას მე ნენელა გადავიღებთ. შემდეგი ვიდეოსთვის მოვიფიქრეთ რა უნდა იყოს. მალე მოდის წრიული რბოლა. 5 ივლისს გვაქვს წრიული რბოლა, პირველი ეტაპი და მაგ კადრების გადაღება აუცილებლად გვინდა, აუცილებლად მაგას YouTube-ზე დავდეთ, თავის მომზადებას ყველაფერს და მაგასაც შემოგთავაზებთ. მანამდე შუალედში რამე ვიდეოს აუცილებლად შემოგთავაზებთ საინტერესოს. აბა კარგად.